სამყაროს პირველი დანაშაული. მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოაძევეს, მათი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახლა მათ ბევრი უნდა ეშრომათ, რომ საჭმელი ეშოვათ და თავი გადაერჩინათ. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. უფროს კაენი ერქვა, უმცროს კი აბელი. კაენი მიწათმოქმედი გახდა. ის მიწას ამუშავებდა. ბოსტნეული და ხილი მოჰყავდა. აბელი კი წყემსი იყო და ფუმფულე ცხვრებს უვლიდა. ორივე ძმა ძალიან ბევრ შრომობდა, რადგან მშობლებმა აასწავლეს, რომ ღმერთისთვის საუკეთესო საჩუქარი უნდა მოემზადებინათ. ერთ მშვენიერ დღეს ძმებმა გადაწყვიტეს ღმერთისთვის მადლობა გადაეხადათ და ძღვენი მიეტანათ. აბელმა თავისი ფარიდან ყველაზე ლამაზი, საუკეთესო და მსუქანი ბატკანი ამოარჩია და ღმერთს სიყვარულით შესწირა. კაენმაც მოაგროვა თავისი ბაღიდან ხილი და ბოსტნეული და ღმერთს მიუტანა. ღმერთს ძალიან გაუხარდა აბელის საჩუქარი, რადგან დაინახა, რომ მან ეს მთელი გულით გააკეთა. აი, კაენის საჩუქარმა კი ისე არ გაახარა. კაენი ამაზე საშინლად გაბრაზდა, მას ძმის შეშურდა და სახე მოეღუშა. ღმერთმა დაინახა მისი სიბრაზე და ჰკითხა: კაენ, რატომ ხარ გაბრაზებული? თუ შენს კეთილი გულით მოიტანდი საჩუქარს, ხომ იცი, რომ მე ისიც გამიხარდებოდა? მაგრამ კაენმა არ მოусმინა. მის გულში ბრაზმა და შურმა დაისადგურა. გამოხდა ხანი, კაენმა თავის ძმას აბელს უთხრა: წამოდი მინდორში გავისეირნოთ. აბელს უყვარდა თავისი ძმა, ამიტომ უსიტყვოდ გაჰყვა. ისინი წავიდნენ შორს, სადაც არავინ იყო. იქ, როცა მარტონი დარჩნენ, ბოროტმა შურმა კაენს გონება დაუბნელა. ის თავს დაესხა საკუთარ ძმას და მოკლა. ეს იყო ყველაზე პირველი და ყველაზე საშინელი დანაშაული დედამიწაზე. ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა კაენს დაუძახა: კაენ, სად არის შენი ძმა აბელი? კაენმა შეშინებულმა მოიტყუა: არ ვიცი, მე ხომ ჩემი ძმის დარაჯი არ ვარ. ღმერთი ძალიან დაღონდა. რა ჩაიდინე, კაენ? შენი ძმის ხმა მიწიდან შემომესმის. რადგან ეს საშინელება გააკეთე, შენ ამ მიწაზე ვეღარ იცხოვრებ. შენ დატოვებ შენ სახლს და იხეტიალებ მარტო. სასოწარკვეთილი კაენი მუხლებზე დაეცა. ნუ დამადებ ასეთ საშინელ სასჯელს. ნუ გამწირავ სახეტიალოდ და შიმშილისთვის. თუ ვინმე უცო შემომხვდება, ნამდვილად მომკლავს. მაგრამ ღმერთი იმდენად შეძრწუნებული იყო კაენის დანაშაულით, არ შეისმინა მისი ვედრება და ნიშანი დაადო, რომ მისთვის არავის არაფერი ევნო. ამის შემდეგ ღმერთმა ძმის მკვლელი შორს გააძევა. საბრალო ადამმა და ევამ ორივე შვილი დაკარგეს. მაგრამ ღმერთმა ისინი კიდევ ერთხელ შეიწყალა და ნუგეშად გამოუგზავნა მესამე ვაჟი, სეთი და კიდევ ბევრი ძე და ასული. ადამმა და ევამ ღრმა სიბერემდე იცოცხლეს, იმდენ ხანს, რომ წილად ხვდათ ბედნიერება, თავიანთ შთამომავალთა მრავალი თაობა ეხილათ.